თავისუფლება გვაერთიანებს, მეგობრობა გვაძლიერებს. ასეთია ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის მთავარი გზავნილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან და ახლა იმყოფებით რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მიემართებიან საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ეს საპროტესტო მარში სულ რამდენიმე დღის წინ ჩაინიშნა. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წლევანდელ პოლიტიკურ კალენდარზე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. დღეს გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია და მოქალაქეები ქართულ-ამერიკული მეგობრობის აღსანიშნავად და ამ დღეს შეიკრიბნენ დღეს შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე. ისინი ხაზს უსვამენ ქართულ-ამერიკული მეგობრობის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონს და თბილისის შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეწყდა, მიზნად დასახელდა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო სექტორის, ასევე თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომელსაც სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება, ვაშინგტონს არ შეუწყვეტია და მოქალაქეები, რომლებიც შეიკრიბნენ დღეს საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, აცხადებენ, რომ ვაშინგტონს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან უკვე არაერთი წელია აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსური სექტორის, ჯანდაცვის სფეროს, ასევე თავდაცვის სფეროს გამტკიცებაში და ინვესტირებაში და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგარა ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურ არენაზეც. ისინი ასევე მოელიან ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან, რომელიც უკვე შეუდგება ხვალიდან უფლებამოსილებას კონკრეტულ ნაბიჯებს ქართული დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების გამტკიცებაში. შეგვიძლია ახლა მოქალაქეების ამ შეფასებებს და კომენტარებს, რომლებიც შეიკრიბნენ ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშზე, პირდაპირ ეთერში მოусმინოთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ რამე მოხდარა საქართველოს სასიკეთო, ეს იქნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, ყველაფერი ამერიკის დამსახურებით არის, მისი დონაციით, მისი დახმარებით, მისი გვერდზე დომებით. რას ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება? ეს კატასტროფა არის, როცა პირისპირ რუსეთთან გეხავ. ამ ხელა მონსტრ სახელმწიფოსთან მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითია, ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ აქტივობაზეა დამოკიდებული, ჩვენ მიღბაზე. როგორ ვიდგებით და როგორ დავიცავთ ჩვენს მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა მე მგონი არ დაგვჭა, არც ჩვენ და არც მათ სხვათა შორის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმმა ისე დააზიანა ურთიერთობები, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი ეს ხელისუფლება და ეს რეჟიმი შეიცვლება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ პარტნიორობის აღდგენას. თქვენით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსი, მისი მხარდაჭერა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში, თავდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში იყო მნიშვნელოვანესი. ამიტომ ეს ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ტიპის რისკების წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეები, ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ის რისკები რაღაცნაირად დავაბალანსოთ, რომელიც მომდინარეობს ამ ავტორიტარული ქვეყნებისგან, განსაკუთრებით რუსეთისგან. ძალიან დიდი იმედით ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვები ახალგაზრდები არიან დაკავებულები, არც ერთი არ არის ნასამართლები. მათ შორის ჩემი შვილიც არასდროს პოლიციის კარებზე არ ყოფილვარ მე. სახლიდან აიყვანეს 4 დეკემბერს 12 პოლიციელი მოვიდა. არ ვიცი რა თუნდა და მძინარე ბავშვი 12 პოლიციელი, მაგრამ ალბათ ესე გადაწყვიტეს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და იმიტოა სასამართლოები ერთი გადაიდო, მეორე გადაიდო, იმიტომ რომ ვერ ამტკიცებენ ვერაფერს და დარწმუნებული ვარ ვერ დაამტკიცებენ. ეს პროტესტი არაფრით არ ჩაცხრება. არაფრით. ჩვენ ამ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ დედები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ თავისუფლები. შეგრებელი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სერიოზული საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგება, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს და უმთავრეს საფრთხეს ასახელებენ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ქვეყნის 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და მიიჩნევენ, რომ როგორც პოლიტიკური, ასევე თავდაცვის კუთხით ქვეყანა იქნება დასუსტებული იმ შემთხვევაში, თუ დარჩება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ისინი ასევე შეშობენ, რომ
თბილისის შესაძლოა მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში, რაც საბოლოო ჯამში აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. ახლა აქციის მონაწილეები იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე, შეზღუდული აქვს საავტომობილო მოძრაობა, ისინი აქ არიან მოსულები საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით, ასევე შეინიშნება ევროკავშირის დროშები, საპროტესტო ბანერები აქვს მოტანილი. აქ იმყოფებიან მათ შორის აქციებისაც დაკავებულთა ოჯახის წევრები, მათი მშობლები, ისინი რა თქმა უნდა აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და უერთდებიან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და მათი მართ დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას. მსვლელობენ ისინი ამ წუთებში მიემართებიან საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს ლევან მაისურაძეს გაჩვენოთ კადრში რა ვითარება რუსთაველის გამზირზე. ბანერი არის საპროტესტო გაშლილი, წარწერით და მთავარი სლოგანით თავისუფლება გვაერთიანებს მეგობრობა გვაძლიერებს და ასევე დრამებით მიემართებიან ახლა მოქალაქეები და აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ. საპროტესტო ბანერებით როგორც გითხარით, ასევე საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და სხვადასხვა საპროტესტო შეძახილით, რომელიც ისმის უკვე 54 დღეა არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.